მივდივარ მომდევს რუსი. სად მიდიხარ? ისაო. რომ სად მივდივარ? ვერ ახედავ მეთქი, ჩემი სახლია ის. არ ჩემსახში მივდივარ მეთქი, ვერ ახედავ. ხო. არ უნდა თაკეთ გადმოსვლა. სახს ვერ დავტოვებ თუ ვერა. სადაც ხა შენ სადაც იწვალებ ნაშრომი და მაგებაი დენანება ვერ წამოყვალ აი ვერა. მე ეხლა კი რო არავინ არ იქაგული მიკვდება რომ დაკეტილია სახლი და რო არავინ არის და ესე და ერთი სული მაქვს რომ გზა გაიხსნას და ვიაროთ აქეთ იქით. კაი ბევრი მოგონებები მაქვს. ეს აქეთ მხარეზე და წინა მხარეზე რომ მოდიოდნენ ხოლმე აქეთ. აქეთ იყო წინა მხარე. აქეთ ბაღი არის. გაიხება არ არიან არა ჩქარა გამოდი არ არიან არა. გადავიყარებოდი ხოლმე და დავიქცევოდი ხოლმე შევარდებოდი სახში. აი მე დედა. მამა ჩემი ამოვიდო და იქამდე მე იდგა და ცრემლები ესა ცხოვრება არის, აბა შენი შვილი არ შემოვიდეს სახში და იყურებოდა საწყალიქიდანა. ჩვენთან არც არაფერი არ გაკეთდა. მამამ ჩემმა არ მოინდომა. არ მინდაო მაგათიო, არც ძენი მინდაო, არც შუქი მინდაო. არაფერი არც პენსია მოინდომა. არაფერი არ აქვს და ეგრე მოყოდა. ცხინვალიდან იყვნენ და მითხრეს რომ თუ არ კიდე ჩვენთანა ადექიდა გადადიქიდა. მე უცხარი ეს სახლი ვის დაუტო ეს სახლი მეთქი შერი ვეწოლები ძლის შეწოლა ვაშენებეთქი. მაგდაირ სახლები 1 და 2 დავანგრიეთო დავწითო. საკ 86 წელიწო 86 წელი საქართველოს მოქალაქე ვიყავ ხაიხალა გავხდენ მოქალაქე. დედა ჩემი აიკაბალდი აი დედო მამაჩემი დედა ჩემი იქ უნდა მოხდე და დედა ჩემი და მამაჩემი გრძივნა დაიმართა. მოკლედ ეგრე მე ჩვენ ვიტანჯებოდი დედა ჩემი დარჩა. დედა ჩემიც კი არ გადმოვიყვა ისაო ჩემ ქმარმა მითხრა რომ არსად არ წახვიდე მე რომ მოვყდეო შენი სახელი კარიო არ დატოვო და მართლა ესე მოხდა. მოკდებოდა ესე მიხელწებოდა. როგორც მე არ დავტოვე მორე შენც არ დატოვე. მერცმანათელდა. ქართველმა ლიკმა პუს მოგაწოდებდა. სულ სახლი აი ვის დაუტოვის ორთავენ ეგრე იძახდნენ რა ან ექიმთან წამოვდი მამა გადმოდი აქეთან რაღაცაი. აი სახლი ვის დაუტო მარტო მაგას გაიძახდნენ. სახლი ენანებოდა თავანთავები კი არა. In the middle of the village they put this. ელოდებოდა საეფა ხოლმე სულ აი ვიღაცა რომ მოვიდროდა რა. და კი არ უშვებდნენ რუსები აი ის იყო რომ რატო ჩადიხარ იქაო რატო ჩადიხარ მახოც იქ რო იყო ხომ ჩემი შვილი ისაო პაპა ეძახიან რომ ჩადიხარ რა ჩადისო კაცო რა მოდიან ვიღაცა იმეთქი რა მოდია როგორ არ უნდა ჩავიდეს მეთქი რა სიძახის წუცა იძახის რამესა მეთქი შენაერი მაგარი ხალხი როდესაც აი ესე მაგრაბდას ყველანი მაგრაბდია მოლეს ამოდიებოდნენ ამობრეთ უგედრობას გამოსა პერიოდი იყო ერთხელ რა ხო ხმის გამოსაცემათაც მოდიოდა ხოლმე აქეთან დაიჭირეს ამ რუსებმა და ქუცა პირში უტენავდნენ აი დაძაბული პერიოდი იყო მაშინა როგორ მამა ჩემსა და რუსების შორის რა თმიდიხარ დაიჭირეს რავი ძრებოდა თუ რაღაცა იყო და რა თმიდა და მე პოლიციას დაურეკესო გადმორეკესო და მე მივიდა ჩვენები მივიდნენ რაღაცაი და ჩვენებს რო ხედავდნენ მე მოერიდებიან ხოლმე რო ავლენ იქ ასეთკის გვერდზე რო არიან რაღაცა ქართველები ერიდებიან მე განატრება იქაურობა გენანება კი მენანება იმიტომ იქ უფრო თავისუფლად ვარ ერთი სული მაგ გაიხსნას გზაი რომ ავიდე ჩემ სახლშია მე თუ აღარ ვიქნები ჩემი შვილი ხო იქნება და მენანება იმიტომ ძალიან ძნელია სადაც დაიბადები სადაც გაიზრდები რაც გინდა კომფორტი არ იყოს მაინც გენანება მაინც მე მეტკბილება მაინც მიჩვეული ხარ და არ გამიძნევდება არაფერი